ქართული ოცნებიდან ლაგოდეხის ხისმერობის კანდიდატი კვლავ მოქმედი მერი ჯონდომ დივნიშვილია. რას პირდება იგი ამორჩეველს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. თემაზე ვცლად ჯონდომ დივნიშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა, რას პირდებით ამორჩეველს? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. საარჩევნო პროგრამა საკმაოდ ფართომასშტაბიანი, ძალიან ბევრ მიმართულებას და სპექტრს მოიცავს. საარჩევნო პროცესიც მიმდინარეობს შვიდ და ნორმალურ გარემოში. აქტიურად ხვდებით ჩვენს ამორჩეველს. ვესაუბრებით იმ საომავლო გეგმებზე, რომელიც მუნიციპალიტეტს გააჩნია. ყველა ლოკაციაზე, სხვადასხვა სოფლებში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე, რა თქმა უნდა, გამოწვევები და პრობლემები სხვადასხვა სახის არის, რაც ჩვენთვის თავისთავად ცხადია, უცხო არ არის. ჩვენ მეც და ჩემს გუნდსაც უკვე წლების განმავლობაში იდენტიფიცირებული გვაქვს ყველა სახის გამოწვევა და პრობლემა, რომლის წინაშე შეიძლება იდგეს ჩვენი მოქალაქე. შესაბამისად, ერთიან ფორმატში ვპირდებით ჩვენს მოსახლეობას, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების ტემპი კიდევ სწრაფი იყოს, უფრო მკვეთრი ნაბიჯებით ვიაროთ წინ და შემდეგი 4 წელი იყოს ნაყოფიერი იმისათვის, რომ ლაგოდეხი კიდევ უფრო პერსპექტიული, კიდევ უფრო კეთილმოწყობილი იყოს ინფრასტრუქტურულად. ჩვენს პატარებს, როგორც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, ასევე სკოლის მოსწავლეებს გქონდეთ ყველგან კომფორტული, კარგი პირობები სწავლისა და განვითარებისათვის. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ასევე მწვანე რეკრეაციული სივრცეების მოწყობის გაგრძელებას, მუნიციპალიტეტის სისუფთავის შენარჩუნებას, იმ სტატუსის შენარჩუნებას, რომელსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ბოლო წლების განმავლობაში ატარებს და ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტია საქართველოს მასშტაბით. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას დაეთმობა კიდევ განსაკუთრებული ყურადღება და მთლიანობაში გაერთიანებულია ყველა ის ინტერესი და ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გააჩნია. როგორც ვიცი, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას აქტიურად ხვდებით და საინტერესოა რა პრობლემები აწუხებთ მათ. იცით რა არის, როგორც აღნიშნე, ძირითადი მიმართულებები ამ ეტაპისათვის ჩვენ კვლავ ვრჩება გამოწვევად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. არის სოფლები, სადაც თქვათ გზის სამოსი მოწესრიგებულია, მაგრამ კაპიტალური სანიაღვრე არხების მოწყობაა საჭირო, ზოგან არის ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა, არის გარეგანათების მოწყობის მოთხოვნები. ფართოა ერთ სიტყვით ეს სპექტრი და ეს მიმართულება, რაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე დღეს კიდევ კვლავ გამოწვევად რჩება, მაგრამ ჩვენ ეს სირთულეები არ გვაშინებს ნამდვილად და იმედიანად ვესაუბრებით მოქალაქეებს, დარწმუნებულები ვართ ჩვენი გუნდის უპირობო გამარჯვებაში და დარწმუნებულები ვართ იმაშიც, რომ ჩვენი მოქალაქეების და ამორჩევლების არჩევას არ გავამტყუნებთ და ისინი შემდეგი 4 წლის განმავლობაში თვითონ იხილავენ იმ მასშტაბურ პროექტებს და იმ გამოწვევების პრობლემების ერთობლივად გადალახვას, რომელსაც ისინი ამ საარჩევნო შეხვედრების დროს ჩვენთან აფიქსირებენ. ახალგაზრდებზე ზრუნვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დამატებით სიახლეები ხომ არ გექნებათ? ჩვენ ახალგაზრდების კუთხით საკმაოდ ასე ვთქვათ აქტიურად მუშაობთ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 3 წელიწადია. ყოველწლიურად ჩვენს ბიუჯეტში, საბიუჯეტო პროგრამაში ისახება მხარდამჭერი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახის წამახალისებელი ფინანსური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს მაგალითად აბიტურიენტების, რომლებიც მიმდინარე წელს გახდნენ სტუდენტები, ყველას დაჯილდოვებას სხვადასხვა თანხებით, ასევე შემდგომ უკვე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების სახალისებას. იქაც რამოდენიმე საფეხურია თქვათ, ვინც 100%-იანი გრანტი მიიღო, იმას კიდევ უფრო მეტი თანხა ჩაერიცხება. არის კიდევ რეიტინგში 501 სტუდენტის რეიტინგში თუ მოხდება, კიდევ უფრო მეტ თანხას მიიღებს 1500 ლარს კონკრეტულად. ჩვენ ვაგრძელებთ ახალგაზრდულ საბჭოებთან მუშაობას, მათი იდეების და ინიციატივების დაფინანსებას და რა თქმა უნდა შემდგომ წლებში კიდევ უფრო მეტად აქტიურად ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას, იმიტომ რომ ერთობლივად გვინდა ჩვენ იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც ახალგაზრდების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება.
და ბოლოს რამდენბალიანი სისტემით შეაფასებთ თქვენს 8 წლიან მუშაობას? მე მაგ შეფასებას დავუტოვებ ჩვენს მოსახლეობას. თვითონ შეაფასებენ ალბათ და გამოხატავენ 4 ოქტომბერს ამ შეფასებად, ნახოთ რამდენბალიანი იქნება. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ.